ვაკეთებთ Roblox-ის თამაშს 1 საათში, ნაწილი მესამე. ასევე ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ყველა ამნაირი აქტივისთვის, რომ აქტიურობთ. ეგ მაძლევს მე ძალიან დიდ мотивაციას. ასევე სანამ ვიდეო დაიწყება, გამოიწერეთ ახი, დაალაიქეთ ვიდეო და მოდი დავიწყოთ. მოდით სანამ აშენებით დავიწყებთ, შედეგებში ვხედოთ რა მოკლედ. 0 აქტივი, ჩვეულებრივი ამბავი, 4 ფავორიტი, წინაზე როგორც მახსოვს 2 თუ 1 ცალი ფავორიტი იყო. ასევე მეგობრებო, ძალიან დიდი შედეგი არის 40 ვიზიტი, რადგან წინაზე მხოლოდ 7 ვიზიტი ქონდა. ნუ ეგრე მახსოვს რომ 7 ვიზიტი მქონდა. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ასევე თამაშის ლინკი იქნება აღწერაში და გთხოვთ შედით. ასევე მეგობრებო, წინაზე როგორც მახსოვს 2 თუ 3 ლაიქი ქონდა ამ თამაშს, ეხლა 5 აქვს. მისთვისაც მადლობას გიხდით. ნუ მადლობელი ვიქნები, თუ თქვენ შეხვალთ და დაალაიქებთ. მოდი ახლა თამაში შევიდეთ და დროის ლიდერბორდი გადავამოწმოთ. ნუ ესაურა არ შეიმჩნიოთ მეგობრებო, ყველაზე იშვიათია რაც მაქვს. მოდი ახლა დროის ლიდერბორდებში გადავიდეთ. პირველად გილას მე ვარ, რადგან ყველას ხვდებოდი ვინ შემოდიოდა თამაშში რა. წინაზე ყველაზე დიდი ლიდერბორდი იწყებოდა 7 წუთით და ახლა 2 საათი არის. ნუ ეს ჩემი ის არის, მაგრამ ჩემქვევით კიდევ ორი ტიპი არის, რომელიც საათები თამაშობდა. და თქვენ და გასაკვირვად ორივე გავიცანი, კარგი ტიპები არიან და მათაც მიჩნია რაღაცები თამაშისთვის. ხო და ყველაფერი უნდა გავაკეთო დღეს, მოკითხვა დაშინოს და ნიკოს. ასევე მეგობრებო, შემდეგი განახლებისთვის გეგმავ, რომ ცოტა უფრო დიდი დროის ლიდერბორდები დავამატო, რადგან აი აქ ძალიან ცოტა ხალხი ჩანს. რა თქმა უნდა, იმ ხალხმა ვინებაც იწვალენ, ამას მე ვერ დაუკარგავ. ამიტომაც დავტოვებ ამ ლიდერბორდს და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერბორდი, ყველა დროის ნათამაშები დრო რა მოკლედ. ხოლო მეორე ლიდერბორდი, რომელსაც თამაში დადგმას ვაპირებ, პოსტა ლიდერბორდი იქნება. ნუ მოდი ახლა დავნიშნოთ ტაიმერი და დავიწყოთ აშენება რა მოკლედ. ათვლა დაიწყო მეგობრებო. მოკლედ, მოდი იმით დავიწყოთ კომენტარებით, თუ რა უნდათ ხალხს რომ ავაშინოთ. ერთ-ერთი რაც ჩემ გამოწეს უნდა აშენებულია უკვე. მოგიწევთ რომ გრაფიკას ბოლომდე აუწიოთ, რომ ნახოთ შედეგები. მაგრამ მოდი ახლა ანდრიას უპასუხოთ. ანდრიას მოკლედ ვეტყვი, რომ თავის შეკითხვაზე პასუხი უკვე ვიდეოს დასაწყისში გავეცი რა. ხოლო ახლა განახებთ შედეგს ჩემი 4 განათების. როგორც ხედავთ, გრაფიკა დაწეული მაქვს, თითქმის იგივე არის, მაგრამ თუ აუწევთ ბოლომდე, აი მეგობრებო, როგორ იცვლება ყველაფერი. ეხლა გადავწყვიტე, რომ დაშინოს და ნიკოს იდეა გამეთვალისწინებინა, რომლებიც საათები თამაშობდნენ ამ თამაშს და გრაინდერობდნენ, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ვერაფერი გავაკეთე, ბარიერებს ვადებდი, მაგრამ მოთამაშეებს მაინც შეეძლოთ მათი დანახვა. რას გულისხმობ? მესში თუ დაზუმავთ, შეგიძლიათ ყველაფერი დაინახოთ და მარტივად გაიაროთ, მაგრამ მაგის დაფიქსვა ვერ შევძელი რა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თავი დამენებებინა. და ამაში დავკარგე ალბათ 6 წუთი ძმა. მოკლედ, ახლა გადავწყვიტე, რომ მეიზის ახალი რეჟიმი დავიმატებინა. როგორც იცით, მარტო 3 რეჟიმი მაქვს, მარტივი, ნორმალური და რთული. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ impossible რეჟიმი დავიმატებინა. ნუ აი ასეთი გამოდგა ბოლო შედეგი. რთულ რეჟიმზე ალბათ 3-ჯერ დიდი არის. ეხლა რაც დამჩენია არის ის, რომ ტელეპორტერები გადავაადგილოთ. ნუ ეხლა განახებთ თუ როგორ მუშაობს ეს ახალი რეჟიმი, შეხვალთ და აი ასე დაგხვდებათ რა მეგობრებო. ხოლო ეხლა გადავწყვიტე, რომ ტექსტი დამეწერა უკვე ზევით, რაც იზახდა, რომ impossible არის ეს რეჟიმი. ნუ ტექსტის ბოლო შედეგი ასეთი არის, მაგრამ აი ამ ტექსტებს ცოტა ხანში მიუბრუნდები. ეხლა RNG mapზე უნდა მეზრუნა, რადგანაც გაფუჭებულია ცოტა მაპი, ხეები იშლება და ძალიან ცუდი მაპია მოკლედ. ასევე როგორც იქნა, შოპი გავუკეთე პოიშენების გამყიდველს. რადგან ყიდიდა ამ პოიშენებს და შოპი არ ქონდა მოკლედ. პოსტა გაეტყიდიდა. ასევე გადავწყვიტე, რომ ცოტა ქვები დავემატებინა ამ მაპზე. და ბოლოს პატარა გასართობი კარუსელი რა, რომელიც მუშაობს. შედით თამაში და დატესტეთ. ლინკი იქნება აღწერაში. ნუ ჯერ კიდევ კაი დრო დაგვრჩა.
ამიტომაც მაგარი იდეა მომივიდა. თუ მე მინდა რომ მოთამაშეები მაგალითად ჩემ თამაში დიდი ხანი დაჩნენ, რაზეც არის აგებული ეს თამაში. მათ მიზეზი უნდა მივცე, ამიტომაც გადავწყვიტე რომ მესამე game mode-ი დამემატებინა please donate-ენი. ავაგებ maps, stand-ებს გადმოვიტან, რაღაცა ცოტა კოდებსაც გადმოვიტან ამ თამაში. ხო და დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდით მეგობრებო. მოდი ავიღოთ ეხლა stand-ი და ვნახოთ მუშაობს თუ არა რა. თანა კარგი მაპია. როგორც ხედავთ მუშაობს, ცოტა პრობლემატურია, stand-ის edit-ი არ შეგიძლიათ და მარტო 2 ცალ game pass აჩვენებს. მაგრამ მე ხეს ვერ შემიშლის ჩემი მომავალ გეგმებში, რადგანაც აი ამ თამაში ვაპირებ Roblox-ების გათამაშებას. ამიტომაც თუ გინდათ რომ შანსი გქონდეთ რომ მოიგოთ Roblox-ები, იცით უნდა გააკეთოთ. ითამაშეთ ან დაელოდეთ აპდეიტების სიახლეს. მოკლედ ამ ყველაფერში უკვე 28 წუთი დაგვჭა. ჯერ კიდევ გვაქვს დრო რომ რაღაცები ისევ დავამატოთ მოკლედ. ამიტომაც პირველი რაც უნდა გავაკეთო, Game Pass-ი უნდა დავამატო თამაში რა. ასევე რა გამახსენდა. თამაში მქონდა ერთი Game Pass-ის Speedcoil-ი, რომელიც ერთმა იყიდა, ერთმა ჩემმა ვიზიტორმა რა მოკლედ. რაც განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი არის. Game Pass, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ, Speedcoil-ისგან იმით განსხვავდება, რომ სიჩქარის მაგივრად უფრო მაღლა ხტუნავხარ რა მოკლედ. ფასად შეეხება, იგივე ეღირება, მაგრამ ვინც უცხოელები ითამაშებენ, 25 ეღირება მასთვის. ცოტა ხნის შემდეგ შოპში დაემატა უკვე მეორე Game Pass-ი, Gravity Coil-ი, რომელიც ეღირება 15 Robux-ი საქართველოში, ხოლო უცხოეთში ეღირება 25 Robux-ი. მე ვერ ვიყიდი, რადგანაც ომნერი ვარ და ავტომატურად ჩემი არის. ასევე ცოტა ტექსტების შესვლა გადავწყვიტე, რადგანაც ყველა ტექსტი FP-ში არის, რაც მოსაწყენი არის. აი ასე გამოიყურება ბოლო შედეგი. ამასობაში დრო ისევ საკმარისი გქონდა, მაგრამ თამაში უკვე ყველაფერი, რასაც გეგმავდით, დავამატე. ხოლო დანარჩენებს, რასაც გეგმავდი, შემდეგი აპდეიტისთვის ვინახავდი. ამიტომაც დარჩენილ დროს მოდი ტექსტების აურების დამატებას დავუთმობ. თქვენ კი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოეწერეთ ჩემი არხი, რაც ყველაზე მთავარი გააქტიურეთ ზაიზღილაკი. თამაშის ლინკი იქნება აღწერაში, ასევე კომენტარებში დაწერეთ თუ რა დავამატო, ან რა შევცვალო, ან რამე advice მომეცით. თქვენთან იყო რაზოლ რებალი და დროებით.